გამარჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის საჭმლის-მომლებელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე, წინა ლექციაზე ვისაუბრე ჭიაყელა ნაწლავზე. დღეს საუბარს გავაგზელებ მსხვილი ნაწლავით, დასაწყისისთვის მაკროპრეპარატის დახმარებით გავიხსენოთ მსხვილ ნაწლავში შემავალი ნაწილები. როგორც ვიცით, წვრილი ნაწლავი გრძელდება მსხვილი ნაწლავით და დასაწყისში იგი გადადის ბრმა ნაწლავში, რომელიც აი ამ სტრუქტურით არის ამ მაკროპრეპარატზე წარმოდგენილი. ბრმა ნაწლავი თავის მხრივ გრძელდება აღმავალი კოლინჯით, აი ეს ნაწილია, განივი კოლინჯით, აქაც განივად არის განლაგებული, დაღმავალი კოლინჯით, აი ეს სტრუქტურაა, შემდგომ დაღმავალი კოლინჯი გადადის სიგმოიდურ ნაწლავში, რომელიც აქ ნაწილობრივ არის წარმოდგენილი და მსხვილი ნაწლავი სრულდება სწორი ნაწლავით. რომელიც ამ პრეპარატზე არ არის ნაჩვენები. აი ამ სტრუქტურებისგან შედგება მსხვილი ნაწლავი, ცალკე არის წარმოდგენილი წინა ლექციაზე განხილული ნაწილი, რომელსაც ჭიაყელა ნაწლავი, ჭიაყელა დანამატი, ჭია ნაწლავი, აპენდიქსი ეწოდება, მრავალი სახელი აქვს, აი აქ არის ეს სტრუქტურა. რაც შეეხება მიკროპრეპარატს, აი აქ ხედავთ ჩვენ, ანუ მთლიანი განაკვეთი, აი მაგალითად განივ კოლინჯზე რომ გავატაროთ, აი ასეთი საგიტალური განაკვეთი და შემდგომ ავიღოთ პრეპარატი და მიკროსკოპში ჩავხედოთ, აი ასეთ სტრუქტურას მივიღებთ. აი მარტივად რომ წარმოვიდგინოთ და ახლა ამ პრეპარატის დახმარებით ვახსენოთ ყველა შრე და შემდგომ დაწვრილებით უკვე შრეებში თუ რა სტრუქტურებს ხვდებით, განვიხილოთ შემდგომ სლაიდზე არსებული პრეპარატების დახმარებით. ესე იგი, სანათურის ხარე გვაქვს აქ. ლორწოვანი შრე იწყება ბუნებრივი აი ამ სტრუქტურით და სრულდება აი ასეთი ღია ფერის მოწითალო მოვარდისფრო ნაწილით, აი ეს არის მთლიანად სულ ლორწოვანი შრე. შემდგომი არის ლორწქვეშა შრე, რომელიც აი ამ სტრუქტურით არის წარმოდგენილი და აი ვხედავთ როგორ აუჭებს იძლევა, ხო? აი აქ ლორწოვან შრესთან ერთად. შემდეგი შრე არის ბუნებრივია კუნთოვანი, წარმოდგენილი არის ორ რიგად განლაგებული კუნთებით, აპენდიქსის განხილვისას ვახსენე კიდევაც, რომ მასზე აი ეს სტრუქტურები, რომლებიც ტენიების სახელით არის ცნობილი, სულ 3 ტენია გვაქვს, აი მაკროპრეპარატზეც აი კარგად ჩანს ეს ტენია, აი ეს ტენია აპენდიქსზე არ გადადის. აი გადავიდეთ ამ პრეპარატზე, როგორც ხედავთ, აქ მთლიანად არის ეს სიგრძივად განლაგებული კუნთები, ხო? აი მთლიანად, მთელ ირგვლივად არის განლაგებული, შესაბამისად, ამ ცალკე როგორც ამ პრეპარატზეა ნაჩვენები, არ არის. ანუ განსხვავდება სტრუქტურულად, ხო? ეს გაგრძელება აღარ გვაქვს. აქაც მაკროპრეპარატზეც კარგად ჩანს, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ კარგად ჩანს, არ გადადის, აქ უბრალოდ ცხიმოვანი ქსოვილით არის საკმაოდ დაფარული აპენდიქსი და დიდად ვერ ვხედავთ ამას. თუმცა, აი მიკროპრეპარატის დახმარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ცირკულარულად მთლიანად არის დაფარული აპენდიქსი. სიგრძივი კუნთებით. განსხვავებით მსხვილი ნაწლავისგან. აი აქ არსებული ამ ტენიებით. აი ჩანს კიდევაც. მეოთხე შრე წარმოდგენილი არის სეროზული გარსით, თუმცა მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში წვრილი ნაწლავისაგან განსხვავებით შეიძლება შევხვდეთ ადვენტიციასაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განლაგებით არის, როგორ არის დაფარული ვისერული პერიტონეუმით მსხვილი ნაწლავი. აი მაგალითად, როგორც წესი, ოღონდ არა ყოველთვის, განივი კოლინჯი დაფარული არის ინტრაპერიტონეალურად. ანუ მთლიანად აი აქ ახლა ჩვენ ხო თქვათ, აი განაკვეთი გავატარეთ, ეს საგიტალური განაკვეთი და ვუყურებთ ამას, მიკროპრეპარატს. აი აქ შეგვიძლია თქვათ, რომ გარედან დაფარული არის სეროზული გარსით. გასაგებია ეს შრეები, ახლა განვიხილოთ დაწვრილებით, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ორივე მხარეს ნაჩვენები არის მსხვილი ნაწლავი. ისევ დავიწყოთ ლორწოვანი შრით, ანუ სანათურის ხარე ეს არის, აი ლორწოვანი შრე, რომელიც თავის მხრივ 3 ფირფიტით არის წარმოდგენილი. ლორწოვანი შრე ასევე დაფარულია, რა თქმა უნდა, ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი წვრილი ნაწლავისგან განსხვავებით, მხოლოდ ჩვენ აქ ხვდება კრიპტები. ხაოებს ჩვენ აქ არ ხვდებით. აი რომ დავაკვირდეთ, აი ეს სტრუქტურა, აი აქეთაც, ხო? მთლიანად არის მხოლოდ კრიპტები. აი ხაოები გავიხსენოთ, გადავიდეთ, აი მაგალითად თეძოს ნაწლავით გავიხსენოთ, აი ეს არის ხაოები, ეს არის კრიპტები, ხო?
ამ შემთხვევაში, მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში, მხოლოდ კრიპტები გვხვდება, მათ ავტორის სახელიც ქვია, ლიბერკუნის კრიპტებს ეძახიან მათ, ხავები არ გვაქვს. ანუ, ამ სხვაობით შეგვიძლია მივხვდეთ თუ რომელ პრეპარატს ვუყურებთ, რაც ძალიან კარგია. როგორც კი დავინახავთ მხოლოდ კრიპტებს, ვიტყვით, რომ ეს არის მსხვილი ნაწლავის პრეპარატი. აქვე ჩვენ გვაქვს საკუთარი ფირფიტა, რომელიც დატვირთული არის დიდი რაოდენობით ტერმინალური მიმართულებით, ფიალისებრი უჯრედებით, იგი თავის მხრივ ლორწოს გამოყოფს, ასევე დიდი რაოდენობით საკუთარ ფირფიტაში, აი ამ ნაწილში წარმოდგენილი არის ენტეროციტებით, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ფუნქციას ასრულებენ პრინციპში, როგორც ვიცით, მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს წყლის შეწოვა, რაშიც მონაწილეობენ ეს ენტეროციტები. მესამე ფირფიტა, ლორწოვანი შრის, არის კუნთოვანი ფირფიტა, რომელიც აი ამ სტრუქტურით არის წარმოდგენილი და განსხვავებით წვრილი ნაწლავისაგან, ეს კუნთოვანი ფირფიტა ლორწოვანი შრის მეტად სქელია, ვიდრე წვრილი ნაწლავის. ანუ აქ ჩვენ თან გვაქვს კარგად გამოხატული, აი რომ დავაკვირდეთ ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი. ანუ ორ რიგად განლაგებული შიგნიდან ცირკულარული, სანათურის ხრით ცირკულარული და გარედან სიგრძვი. თუმცა რა თქმა უნდა საერთო ჯამში მაინც თხელი არის შედარებით თქვათ კუნთოვანი შრისგან, ხო? მაგრამ განსხვავებით წვრილი ნაწლავისაგან მეტად სქელია. შემდეგი შრე, გადავიდეთ უკვე შემდეგზე, რომელიც აი ამ ნაწილით არის, აი ამ ნაწილით წარმოდგენილი, ეს არის ლორწქვეშა შრე, იგი თავის მხრივ ჩანს კიდევაც ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით არის წარმოდგენილი, იგი თავის მხრივ დატვირთულია აი ლიმფური კვანძებით. თან ლიტერატურაში ნახსენებია, რომ ლიმფური კვანძების რაოდენობა ტერმინალურ ნაწილში იმატებს. რაც უფრო მივდივარ სწორი ნაწლავისაკენ, გარდა ამისა, იგი დატვირთული არის სისხლძარღვებით, კარგად ჩანს, ხო? აი უკვე ალბათ მარტივად ხვდებით, აი ეს არის სისხლძარღვი, მაგალითად ვენულა, აი ეს არის არტერიოლა, კედლის სისქიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მარტივად დავასკვნათ, თუ კედელი სქელია არტერიოლა არის, თუ თხელია, ესე იგი არის ვენულა. თან ერითროციტებიც მარტივად ფიქსირდება, მარტივად იღებება და ჩანს კიდევაც. რაც შეეხება ახლა გარდა ამისა მასში შემავალ ნერვულ წნულებს, რომელიც აი ამ სტრუქტურებით არის წარმოდგენილი, მათ ეწოდებათ ავტორის მიხედვით მეისნერის ნერვული წნულები. გადავიდეთ შემდეგ შრეზე, იგი წარმოდგენილი არის კუნთოვანი შრით, შიგნიდან არის ცირკულარულად განლაგებული კუნთოვანი შრე, ანუ აი ეს არის ბოჭკოები, რომლებიც ცირკულარულად შემოეხვევა. აი ესე მთლიანად და გარედან არის სიგრძივად განლაგებული, თან ეს ის ნაწილია აღებული, აი გადავიდეთ აქეთ, აი ჩათვალეთ, აი ეს სტრუქტურა, აი ეს ნაწილი არის გადიდებული. ახლა რო დავინახოთ ჩვენ ტენიებიც. ანუ ეს გვაქვს ტენიები, ხო? აი ეს არის ტენია, ანუ გარეთ განლაგებული, ხო? გარეთა ნაწილში, გარეთა ფირფიტა კუნთოვანი შრის სიგრძივად განლაგებული ბოჭკოების. ანუ აი ეს ნაწილი და მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ მათ შორის არის აი საკმაოდ ეს კარგად ჩანს, ხო, ეს სტრუქტურა, აი ეს სტრუქტურა, ეს არის აუერბახის ნერვული წნულები, რომლებიც მათ პერისტალტიკაში იღებენ მონაწილეობას, ეს უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, თუმცა აი ემბრიოლოგიის ლექციაში ნახსენები მაგ განვითარების მანკი, ანუ ეგრეთ წოდებული ჰირშპრუნგის დაავადება, რომელიც თავის მხრივ აი ძალიან ვერაგ დაავადებას იწვევს, არ არსებობს აი ეს აუერბახის წნულები, რომლებიც აი ამ ნაწილის, ამ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკაში იღებენ მონაწილეობას და როგორც წესი, ტერმინალურ ნაწილში უფრო ხშირად არის გამოხატული ეს. რაც შეეხება გარეთა შრეს. გარეთა შრე, როგორც ვახსენე, არის წარმოდგენილი სეროზათი, თქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ განივ კოლინჯზე, ამ მთლიანად როდესაც არის ვისერული პერიტონეუმით დაფარული, სეროზული გარსით არის წარმოდგენილი, ან როდესაც არ აქვს შეხება და თქვათ რეტროპერიტონეულ ნაწილში არის განლაგებული, ჩვენ ვიცით რომ მსხვილი ნაწლავს სხვადასხვა სახის განლაგება აქვს პერიტონეუმის მიმართ, არის ადვენტიციით დაფარული. აი ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებას.